მოცდერვა ნოემბრის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად გამოდიან მოქალაქეები და გამოხატავენ მშვიდობიან პროტესტს იმ მოვლენების და იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, რომელიც ქვეყანას უკარგავს ევროპულ მომავალს და პერსპექტივას და ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ უკვე ბოლო რამდენიმე კვირა უკვე პროფესიულმა გაერთიანებებმა დაიწყეს ასე ერთობლივი მარშის მოწყობა, ისინი მსვლელობებით, ისინი ჯერ იკრიბებიან დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას და მსვლელობით მიდიან, ბუნებრივია იქ, სადაც არის მთავარი პროტესტის მთავარი ადგილი რუსთაველის გამზირი. დღეს ახლა უნივერსიტეტთან უკვე დასავლეთში განათლება მიღებული მოქალაქეები შეიკრიბნენ, მათ შორის შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში. ახლა უკვე მარშისთვის და მსვლელობისთვის მზად არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც ამერიკაში მიიღეს განათლება. და მე მათთან დავიწყებ ახლა საუბარს, თქვენ რომ გითხრათ, რომ შევაფასოთ მიმდინარე პროცესები და რა მოცემულობა გვაქვს ახლა ქვეყანაში და თუნდაც თქვენ ახლა რატომ გადაწყვიტეთ, რომ აი ასე დასავლეთში მიღებული ადამიანები, კონკრეტულად კი ამჟამად შეერთებულ შტატებში მიიღეთ თქვენს განათლება, რამდენადაც ვიცი, აი ეს ერთად შეკრებილი ყავით და თქვენი სათქმელი ერთად აქ არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული განათლების მიღებული ახალგაზრდები არიან, ჩვენს უკან არიან ბრიტანეთში მიღებული განათლების მქონე ახალგაზრდები. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ გვესწავლა, ჩამოსულიყავით ქვეყანაში და ამ ქვეყნისთვის მაქსიმალურად ყველაფერი გავუკეთებინა, რომ ქვეყანა განვითარებული იყო, როგორც ევროპული დემოკრატია. ევროპული დემოკრატია საფრთხის ქვეშ დგას და ამისთვის გავართ ჩვენ აქ და ვიდგებით ბოლომდე. დიდი მადლობა თქვენს გამარჯობათ. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლა გიყურებენ და ალბათ თქვენი სათქმელიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი თქვენ აქ ადამიანები, ვინც აქ ხართ მოქალაქეები, ყველამ ძალიან კარგად იცით აი სიკეთეები, რაც მოაქვს დასავლეთში განათლების მიღება. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიყავი 15 წლის სკოლის მოსწავლე, როდესაც პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავედი ამერიკის მთავრობის დახმარებით და დაფინანსებით და ეს იყო ჩემთვის ნამდვილად აი ცხოვრებისეული გამოცდილება, როდესაც დამოუკიდებლად შევძელით და ვიმოქმედეთ და ვიმუშავეთ და გავიცანით ის არაჩვეულებრივი ჩვენი პარტნიორი, ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან არიან და დღემდე ეს თანამეგობრობა, ეს ძალიან კარგი კავშირები მოყვება და ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ შვილებსაც ეს სტრატეგიული პარტნიორობა შევუნარჩუნოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძახილი და აქ არის შეკრებილი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი განათლებული და ძალიან ბევრი რამ რო გააკეთა თავის ცხოვრების მანძილზე და მარტო თბილისი აქ არ დგას, აქ დგას რეგიონებიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მე სხვადასხვა დროს გავიცანი, როდესაც ფლექსის პროგრამით ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხოლოდ მადლიერი ვარ და მინდა რომ უფრო ნათელი, ძალიან ძლიერი და მდგრადი მომავალი ქონდეს ჩვენ ქვეყანას და ამიტომ გავართ ჩვენ დღეს აქ. ძალიან დიდი მადლობა, გავესაუბრები კიდევ ერთ მოქალაქეს. გამარჯობა. დასავლეთში განათლება, თქვენას ეთყოდით ხელისუფლებას, აი რომელიც ახლა პერსპექტივას უკარგავს, მომავალ თაობას, იმ თაობას, რომელიც ასე აქტიურად იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავალი. მოდი დავიწყოთ იქედან, რომ ეგ ხელისუფლება არ არის. ხო, ეს ეგრეთ წოდებული. de facto მომჯდარი კორუმპირებული ხალხი, რომელიც არათუ კანონს გაცდა უკვე მორალს და ყოველგვარ ადამიანურობას ცდება. მათი მოქმედებები და მათი ყოველდღიური მისვლა-მოსვლა. ერთ რამეს ვიტყოდი, ყველაფერი ითქვა უკვე, ყველაფერი მოხდა, ვისაც დანახვა უნდა და რამის და შეგრძნება, მე მგონი უკვე უნდა იდგეს ისტორიის სწორ მხარეს. ერთ რამეს ვიტყვი, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. ყველა დაიმსახურებს იმას, რასაც მიიღებს საბოლოო ჯამში. მადლობა დიდი. მადლობა. კიდევ ერთხელ ჩვენს კიდევ ერთ მოქალაქეს ვკითხოთ. გამარჯობა. მოვლენები და რატომ გადაწყვიტეთ აი ახლა ესე ერთად გამოგეხატათ თქვენი პოზიცია? თქვენი საქმე. რეალურად ახლა არის ძალიან დაძაბული სიტუაცია ქვეყანაში და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი რისკის ქვეშაც არის ქვეყანა. პირველ რიგში რატომაც აქ ვარ, რა თქმა უნდა არის სამშობლო სიყვარული და მინდა რომ ჩემი სამშობლო იყოს ისეთივე წარმატებული და ისეთივე კარგი, როგორიც არის ევროპაში და ევროპის ქვეყნები და სწორედ ამიტომ დგავარ აქ, რომ ევროკავშირში შევიდეთ და რეალურად ევროკავშირი არის ის ძალა, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება.
აი ორი ძირითადი მოთხოვნა არის ახლა, რასაც რის შესრულებასაც ელოდება საქართველოს დიდი მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა, ეს არის ახალი არჩევნები და რეჟიმის უკანონო ტყვეების გათავისუფლება. თქვენ როგორ შეაფასებთ, არის თუ არა თქვენც ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის დეესკალაციის ერთ-ერთი შესაძლებლობა ამ ორი მოთხოვნის შესრულება და ასევე თქვენი სათქმელი, თქვენც ასევე დასავლეთში მიღებულია განათლება მიღებული ადამიანები. აუცილებლად ეს არის მოთხოვნა, დეესკალაცია რომ მოხდეს, რომ ამდენი 1000 ადამიანის ყოველდღიურმა პროტესტმა რეალური შედეგი გამოიღოს და ეს ენერგია არ დაიკარგოს იმ ხალხის, მათ შორის ჩვენი ამერიკაში განათლება მიღებული ადამიანების. თვითონ ამერიკაში განათლების მიღებასაც ემუქრება საფრთხე გრძელვადიანად, თუ ეს რეჟიმი გააგრძელებს არსებობას და საქართველოს მართვის ცდილობას. აი ხედავთ შეერთებული შტატების დროშით ადამიანის დასავლეთში დიახ. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გავიარე 2014-ში კურსი ამერიკის პოლიტიკური განვითარება ინსტიტუტების და ვეტყოდი იმას, რომ საერთოდ ნიველირებულია ხალხის ინტერესი, ნული არის ყურადღება პრობლემებისადმი, კრიზისისადმი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ფაქტობრივად საზოგადოებრივ მაუწყებელთან ეწყობა 5-6 დღე ზედიზედ 500-1000 კაცი ვართ ხოლმე და ნული რეაგირება, მოთხოვნები არ სრულდება და საზმაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და ხალხის ხმა წარწმეულია სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. ახლა ვაპირებთ ისე მხარი დაუჭიროთ საზმაუწყებელთან და მარშით ისევ შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს რუსთაველზე. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, ახლა ჩვენი მაყურებელი უსმენდა ადამიანებს, მათ უკან ასევე ძალიან ბევრი მოქალაქე დგას. ესენი არიან ის ადამიანების მოქალაქეები საქართველოსი, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა დასავლეთში მიეღოთ განათლება, იქნება ეს შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი თუ ევროპის კიდე სხვა არაერთი ქალაქი და ქვეყანა და ისინი სწორედ ეს არის დასტური, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთთან თანამშრომლობას, რომ საქართველოს იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და საქართველოს არ დაკარგოს პარტნიორის სახით. დასავლეთი ვინაიდან თუ ეს ასე მოხდება, მაშინ აი ამ ახალგაზრდებსაც ნაწილმა მიიღო ეს შესაძლებლობა, ქონდა მათ შესაძლებლობა რომ განათლება მიიღოთ, თუმცა მომავალ თაობა შესაძლოა ამის შანსი აღარ ქონდეს. აი სწორედ ამიტომ ახლა გამოვიდნენ ესენი ეს ადამიანები, რომლებმაც იციან რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთში სწავლა და მათი პოზიციაც არის ის, რომ საქართველოს არ უნდა დაკარგოს ევროპული პერსპექტივა და ისინიც უერთდებიან ბუნებრივია იმ მთავარ მოთხოვნას, რომელიც არის ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების, უკანონო ტყვეების გათავისუფლება, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ამის გარეშე შეუძლებელი არის ქვეყანა წინ წავიდეს და ეს ევროპული პერსპექტივა შეინარჩუნოს. ახლა ისინი ელოდებიან, აქ კონკრეტულად არიან როგორც შეერთებულ შტატებში განათლება მიღებული ადამიანები შეკრებილი, ასევე შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და ისინი ახლა ერთად უკვე დაიწყებენ მსვლელობას პარლამენტის მიმართულებით, სადაც არის ყოველ დღე საღამოს 7 საათზე შეკრების მთავარი ადგილი.